თავარია ჩვენ ბავშვს მოусმინოთ. ხო? აი, საერთოდ არ ჭირდება მე რომ მკითხო მშობლებს ბევრი ლიტერატურის კითხვა. ბევრი ლიტერატურის კითხვა საჭირო არ არის. შეიძლება 1-2 წიგნი წაიკითხო აღზრდის შესახებ და დანარჩენი წიგნი არის ბავშვი, მოусმინო ბავშვს, წაიკითხო ბავშვი. აი, ყოველ დღე გადაშალო და წაიკითხო ბავშვი, რას გეუბნება, რას გძნობს, რას ფიქრობს და ასე შემდეგ. მაგრამ აი, ამის დრო უკვე აღარ აქვს თანამედროვე მშობელს რა, რომ ბავშვთან აი ესეთი ნაღდი გულისმიერი ურთიერთობა, გულისმიერი, რომ აბა დღეს შენთან ის კი არა რა ნიშანი მიიღე. არა, თუნდაც ის დაბალი ნიშანი რომ მიიღე, რა იგრძენი, რას ფიქრობ შენ ამ თემაზე. მე რითი შემიძლია დაგეხმარო, რომ თქვათ შენ ეხა უკმაყოფილო ხარ შენი თავით. აი მე რითი შემიძლია დაგეხმარო, რომ შენ კმაყოფილი იყო შენი თავით. ის კი არა რომ შენ ისეთო და ოროსანო შენ. всё, მიაკერე უკვე ის, რომ ის არის ოროსანი. აღარასდროს აღარ ისწავლის, უკვე ოროსანია და ანუ ორი შეიძლება მიიღოს და ერთიც და ყველაფერი ოღონდ შენ გაინტერესებს ბავშვმა უნდა იგრძნოს რომ შენ გაინტერესებს მის შინაგანი სამყარო რას ფიქრობს ის ამაზე რომ თუნდაც დაბალი ნიშანი მიიღო მისთვის ეს რა არის ჩვეულებრივი ამბავია ტრაგედია განიც თუ ზედმეტი ტრაგედია უკარწყლებ და ეუბნები რომ არა უშავს მეც მიმიღია შეიძლება არ მიგიღია მაგრამ ეუბნები რომ მიგიღია რა მოხდა მე ხო მთავარია შენ როგორი ადამიანი ხარ ხო თავარი ეს არის ხო რომ სულ აქცენტი რომ აი შენი გულის ის უკთავე შენ როგორი ხარ აბა როგორ გიყვარს კლასელები ეხმარები იქ ვიღაცა ბავშვი რომ რაღაცა ის რო აქ შეიძლება ნაკლი აქ რაღაცა ბავშვი და სხვები დასცინიან და შენ ხوار დასცინი და აბა რაღაცა ის გაგიზიარებს რომ აი თუ მე უსამართლობა ხდება კლასში და მაგრამ შენ თუ არ კითხე შეიძლება არც მოგიყვეს და მე უკვე ერთად ფიქრობთ რომ ეს როგორ რაქნას ამ დროს როგორ გამოასწოროს ეს სიტუაცია იმ ბავშვს ვისაც დასცინიან როგორ დაეხმაროს და ასე შემდეგ. ანუ საუბარში მე უამრავი თემები იშლება, ხო? და აი ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მოусმინეთ ბავშვს, ემდეთ ბავშვს და ის ყველაფერს ამბობს, აბსოლუტ ოღონდ მოусმინონ. ყველა თინეიჯერი მაგას მეუბნება ხოლმე, რომ მოდის რომ მე არ მისმენენ. ჩემი მშობლები მე არ მისმენენ. აღარ აინტერესებთ მე რას ვამბობ, ან რას გძნობ, ან რას ვფიქრობ. არ მისმენენ. და მარტო ზოგი ეგ ცოტა უსამართლობაა, ეხლა მე თუ მკითხავთ ხათო, ნუ მასეთ თინეიჯერებს ეგ დამოკიდებულება. არ უყვართ თვითონ საუბარი ალბათ კიდე, რა ვიცი. ხო, მაგრამ თინეიჯერობაში რთულია მშობლობა, იმიტომ რომ გასაღები უნდა უყო. აი წაიყვანე აბა ფეხბურთზე და ჯერ ფეხბურთზე დაელაპარაკე. ნახე ის სერიალი, რასაც თვითონ უყურებს, შენც ნახე, რო გეზარება, მაინც ნახე და იმ სერიალზე დაელაპარაკე და მე ნახე თუ არ დაგელაპარაკება. მე აღარ ჩაიკეტება. კი არ უყვართ მშობლებთან ლაპარაკი და პირიქით აპროტესტებენ. ეს არის პროტესტის ასაკი, ხო, ეს თინეიჯერობა და პირიქით აპროტესტებენ ჯინაზე რაღაცებს, მაგრამ ყოველთვის შეიძლება გასაღების პოვნა უნდა მიუერთდე კი არ უნდა დაუწყო რატო გახცვია დახეული ჯინსები ერთხელ რო ეტყვი რომ გიხდება ეს დახეული ჯინსები დამთავრდა რა უნდა ეხლა მე და ჩემს შვილს მქონდა ეხლაც გვაქვს პრინციპში ასეთი წესი რაღაც წიგს მირჩევდა ხოლმე და იმ წიგს ვკითხულობდი და მე გადასარევი ძალიან კარგი დიდი ხანია მეხვეწება Stranger Things როა ეს სერიალი. გაუცებულია და აი აღფრთოვანებულია და ყველაფერში იმის ფაზლი აქვს, იმის მაისური და უყურე მამა მოგეწონება და ფიზიკურად ვერ მოვახერხე რომ უყურო და აუცილებლად ძალიან მაგარი სერიალია კი დასრულებისგანაც გამიგია რომ კარგი სერიალია კი და აუცილებლად თუ დაუყურო ისეთი რაღაც თქვით ახლა თქვენ რომ აუცილებლად უყურე პირველ სერიას და უკვე დაგეხმარება ეს პოდკასტი მაგაში